ისიც რა არის ძალიან ბევრი კარგი ისიც რა არის ძალიან ბევრი კარგი წიგნი არსებობს იმისთვის რომ ადამიანმა რაღაც ძალიან ბევრი სკილი აითვისოს დეილ კარნეგი მაგალითად მაგრამ მე ესე წიგნებს არ ვკითხულობდი არასდროს მე მივერჩინა წამიკითხა დოსტოევსკის იდიოტი მაგალითად და სპირო მომენტში ანუ ბიზნესის დარგში წიგნებს არ გითხულობდი არ გაცნობი ხა ბიზნესის დარგში წიგნებს არ ვკითხულობდი იმიტომ რომ იქ ისეთი კარგი რაღაცები წერია რომ ანუ ჩვენ უნდა მოვერგოთ სიტუაციას ქართულ ბაზარს თუ გვინდა რომ საერთაშორისო ბიზნესი გავაკეთოთ მაშინ ან ყველა ქვეყნის შიდა გარემო უნდა შევითვისო ანუ ჩემი აზრით მაგ წიგნების კითხვაში ჯობია რომ აითვისო ის ბაზარი კარგად გაიცნო შენი მომხმარებელი, კარგად გაიცნო, რამდენი ხანი გალოდინებენ ბიზნესი რომ დაარეგისტრირო, რამდენი ხანი გჭირდება იმისთვის რომ რაღაცა online payment-ი ჩააშენო საიტზე და ასე შემდეგ. ანუ ზეკი კარგია ბიზნეს წიგნები, ძალიან კარგია. უბრალოდ ის დრო რაც უნდა დახარჯო ამ წიგნის წაკითხვაში, ჩემი აზრით შეგიძლია რომ ბევრად უკეთესად გამოიყენო და სარფიანად. ანუ ჩვენთვის ბიზნეს წიგნები არ არის ინსპირაცია. ხო, ბიზნეს წიგნებზე მეტად მე მიზიდავს, აი თუნდაც ის რაც წერან აღვნიშნე, რაღაცა პრობლემური кейსების განხილვა. იგივე თქვათ რაღაცების შედარება, როგორ ახერხებს მაგალითად Microsoft-ი, მოპაროს სოფტი Apple-ს, როგორ ახერხებს Samsung-ი, თქვათ მოპაროს რაღაცა მოპაროს ბჭყალებში ვიზახი რა თქმა უნდა იდეა Apple-ს და ასე შემდეგ, ანუ როგორ ახერხებენ ადამიანები, ანუ ცხოვრებისეულ მაგალითებს უფრო განვიხილავ ხშირად და ვაკვირდები, საიდან დაიწყეს ადამიანებმა და სადამდე მიაღწიეს და რა მეთოდებით, რა გამოიყენეს. ანუ შეიძლება ავიღოთ მაგალითად ჩინეთის მაგალითი, ხო, რომელიღაცა კომპანია ავიღოთ ჩინეთში, რომელიც იყო პატარა, გაიზარდა, გახდა ძალიან დიდი უზარმაზარი